მადლობთ ვიკა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული განაცხადია ის, რაც ჩვენ ნახეთ, იმიტომ რომ საპარლამენტო ასამბლეა ეს არის პოლიტიკური, რაღაცა ასე ვთქვათ, ორგანო ხო, ევროსაბჭოს იქ არის წარმოდგენილი ყველა მართველი ევროპის ყველა ქვეყნების მართველი პოლიტიკური ძალების შეხედულება. როდესაც ესეთი წარმომადგენლობით ჯგუფი სხვადასხვა პარტიებიდან, სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებიდან მსგავს საკითხს აყენებს დღის წესრიგში, ეს ძალიან სერიოზული სიგნალია იმ პოლიტიკური სიმძიმის, რომლითაც ეს საკითხი შეიძლება რომ დაიძრას. მე მინდა რომ პირდაპირ გითხრათ, რომ მიმაჩნია, რომ ეს იქნება უბრალოდ ტრაგედია საქართველოსთვის და აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს არავითარ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ეს განაცხადი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ უნდა დაიწყოს, შესაძლოა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, რომ საერთოდ შეიძლება თუ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გააგრძელოს ყოფნა ამ გაერთიანებაში, ეს სიგნალი პირველ რიგში უნდა სწორად გაიგოს ჩვენმა ხალხმა, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის როგორც უვიზო რეჟიმის გაუქმების ასე ვთქვათ, საფრთხეზე, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვაზე, ქართული ოცნება აქაც შეეცდება, რომ საკუთარი პროპაგანდით ადამიანებს რაღაცა გამოურეცხოს ტვინი. დღეს უკვე ვნახეთ განცხადებები რაღაც ევრობიუროკრატიაზე და უნდა ამიტომ არ დავიღალოთ იმისი ახსნით, რომ ქართული ოცნება აკეთებს დღეს ყველაფერს იმისთვის, რომ დღის წესრიგში დადგეს მსგავსი საკითხი. და რამდენად შემაშფოთებელია ვითარება ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით, მაგალითად, ხო, ევროსაბჭოში ბევრი ისეთი ქვეყანა არის, რომლის დემოკრატიასთან მიმართებაშიც არსებობს რაღაცა პრეტენზიები, მაგრამ დღის წესრიგში არ დგება მათი გაძევება ამ გაერთიანებიდან. მაშინ რატო გამოიწვია ქართული ოცნების ხელისუფლებამ ესეთი მკვეთრი რეაქცია? ეს უკავშირდება იმას, რომ დინამიკა არის ძალიან მძიმე, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლება არათუ არასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც მათ დაეკისრათ, არამედ ისინი საწინააღმდეგო ნაბიჯებს გავაკეთებენ ყოველ დღე, მათ შორის ჩემს წინ თქვენ ყავდათ სტუმრად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და ჩვენ სულ მალე შეიძლება ვიხილოთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს დაემატება არასამთავრობო ორგანიზაციებით, როგორც პოლიტიკური დევნის, უკვე სისხლისამართლებრივი დევნის ობიექტი. სწორედ ამან გამოიწვია ეს ყველაფერი და მე მინდა რომ უბრალოდ ყველას ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ეს ამ საკითხის გაჩენა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე რაღაც გეომეტრიული პროგრესიით მიდის საქართველოს ჩამოშორება დასავლური განვითარების სივრციდან, იმის პარალელურად, როდესაც ჩვენ ვხედავთ რა განცხადებებს აკეთებენ რუსეთის წარმომადგენლები, როგორ მიესალმებიან ქართული ოცნების წინერ წარმოებულ პოლიტიკას და თუ ვინმე ვერ გაიაზრა დღემდე, რომ ჩვენ რეალურად ვართ იმ მოცემულობაში, რომ გვმართავს, ასე ვთქვათ, აქ რაღაც პროქსი ომზე იყო საუბარი ქართული ოცნების პროპაგანდაში, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და აი პროქსი ხელისუფლება და აგენტური ხელისუფლება როგორ გამოიყურება რუსეთის ამ შემთხვევაში თუ ვინმე საინტერესებს, ქართული ოცნება წარმოადგენს დღეს სწორად აი ესეთ ასე ვთქვათ გაგრძელებას პუტინის რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დავალებას როგორც ჩანს არის ყველაფერი გააკეთოს, რომ საქართველოს საბოლოოდ ჩაიხსნას დასავლური სივრციდან. რამდენად ხშირად იყენებს მსგავს სანქციებს წევრი ქვეყნების მიმართ, ალბათ კარგი იქნება თუ ამაზეც ვისაუბრობთ, როგორია წინა პრეცედენტები და სად ვართ ამ მიმართულებით, რა ქვეყნების ნუსხაში ვხვდებით? ანუ ახლა ჯერჯერობით ევროსაბჭო ერთ ვინც დატოვა, ვინც გაწევრიანდა და მერე დატოვა მოუწია, ეს არის რუსეთი და ბელარუსი და სრულიად ლოგიკურია, რომ რუსეთის და ბელარუსის პოლიტიკური განვითარების გზას დამდგარი დღეს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის პირობებში დამდგარი საქართველოს გახდება მსჯელობის საკითხი ამ თემაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე პირდაპირ ვამბობ, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, როგორც უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასევე გარიცხვას საქართველოს ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატიდან, მე მივიჩნევ, რომ ეს არის დაზიანება ქართული ხალხის ინტერესების და ჩემი აზრით
ბევრად უფრო ქმედითი იქნება იმ ნაბიჯების გადადგმა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომელიც ჩვენც მიგვაჩნია სწორედ, რაც არის პირდაპირ რეჟიმზე ზეწოლა, მათ შორის ამ რეჟიმის ფინანსურ კორუმპირებულ ფინანსურ ინტერესებზე, ისეთ რომელიც მართლა შეუქმნის მათ პერსონალურად დისკომფორტს, იმიტომ რომ აი ამ კლეპტოკრატიული და კორუმპირებული რეჟიმის მიმართ, რომელიც საკუთარ კეთილდღეობას აწყობს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ უმზიმესი გამოწვევების წინაშე საზოგადოება გვყავს დღეს, აი ჩვენ ყოველდღე ხვდებით სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის დღეს მქონდა შეხვედრა მარტოხელა დედებთან, შეხვედრა გვექნება პენსიონერებთან, მქონდა შეხვედრა ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე შესაბამის პროფესიონალებთან. ანუ საზოგადოება დღეს ყველა ფეხის ნაბიჯზე არის უზარმაზარი გამოწვევების წინაშე. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ ასევე უზარმაზარი კორუფციის ხარჯზე მდიდრდება რეჟიმი და მე მიმაჩნია, რომ სწორი ზეწოლა დასავლეთიდან არის იმ მიმართულებით, რომ სწორედ კორუფცია, კორუმპირებული ინტერესები იყოს, ასე ვთქვათ, სამიზნე დასავლური წნეხის, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ თქვენ ერთი წამით, რომ ჩვენ დავკარგოთ ის შესაძლებლობებიც კი, რომელიც უკავშირდება ევროსაბჭოში ყოფნას, მაგრამ მეორე მხრივ თუ შენ ყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ სანაგვეზე აგდებს ყველა ამ ღირებულებას, რაც უკავშირდება ევროსაბჭოში გაწევრიანებას, მაგალითად ისეთ სიკეთეც, როგორც არის სტრასბურგის სასამართლო სარგებლობის უფლებაც, ფაქტიურად ხდება გამოუყენებელი სიკეთე საქართველოს მოქალაქისთვის, იმიტომ რომ ძალიან მალე იქნება ის დრო, როდესაც ეს ხელისუფლება ითქვას, რომ არც სტრასბურგის გადაწყვეტილებები მათთვის არ არის არანაირად საინტერესო, ესაც არის deep state-ი, არის რა ვიცი გლობალური ომის პარტია. ამიტომ ლოგიკურია, სამწუხაროდ ლოგიკურია, რომ ყოველი დღე ქართული ოცნების მმართველობის ჩვენ დაგვიჯდეს ძალიან ძვირი იმ თვალსაზრისით, რომ წინ წავიდეს ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, საბოლოოდ ამას ჭირდება შესაბამისი პროცედურების გავლა და ჭირდება წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, მაგრამ ეს საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში, ეს არის უკვე უზარმაზარი განგაშის ზარი ჩვენთვის, იმის პარალელურად რაც ხდება ვიგა სხვაგანაც, იმიტომ რომ აი მაგალითად სექტემბერში მე რამდენადაც ვიცი, პოლონეთი უკვე დაიწყებს მსჯელობას კანონზე, რომლის პროექტით მზად არის, რომ გაუქმდეს საქართველოს მოქალაქეებს მუშაობის უფლება პოლონეთში. ეს არის ძალიან სამწუხარო განვითარება, მაგრამ როდესაც კრიმინალთან პირდაპირ შეკრული რუსული რეჟიმი მართავს ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ ასევე ლოგიკური გაგრძელება და ჩვენს ქვეყანაში სადაც სამუშაო ადგილები არ არსებობს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვესარგებლო იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს და 200,000 სამუშაო ადგილის შექმნა არის აბსოლუტურად რეალისტური პოლიტიკა, რეალისტური გეგმა, რომელსაც ჩვენ წინა არჩევნებზე ვთავაზობთ საზოგადოებას და ამის ნაცვლად ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში ვკარგავთ სამუშაო ადგილებს და სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაიზარდა უმუშევრობა გასული თვეების მანძილზე, არამედ ეხლა უკვე უცხოეთში დასაქმების შესაძლებლობასაც აკარგვინებს ივანიშვილი ქართულ ხალხს. მადლობა ძალიან დიდი და თან ეს პარალელურად ხდება, როდესაც ევროკომისიამ 31 აგვისტომდე მისცა ვადა, ასე ვთქვათ, რეკომენდაციების შესასრულებლად და 8 პუნქტიანი რეკომენდაცია ეს იცით თქვენ ქართულ ოცნებას და თბილისს და აი ეს ყველაფერი ერთად პოლონეთზე ისაუბრეთ თქვენ ახლა ევროსაბჭოზე, აი ამ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არის საუბარი და ერთიანად ალბათ ეს მართლაც კატასტროფას უხადის საქართველოს და ჩამოშორება განვითარებული დასავლური დემოკრატიული ქვეყნებისგან. ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, რაც თავისთავად ნიშნავს სამწუხაროდ ძალიან სწრაფად მზარდ სიღარიბეს და უპერსპექტივობას ქართული ხალხისთვის და ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ საქართველოს ჭირდება დიდი პოლიტიკური გადატვირთვა, რაც შეიძლება მიღწეული იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, მაგრამ მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ჩვენი ხალხი, ვინც აბსოლუტურად მიტოვებული არის მათ შორის ამ კორუმპირებული და მოძალადე რეჟიმის წინაშე განსაკუთრებით რეგიონებში სრულიად მარტო დარჩენილი, აი ამ რეჟიმის პირისპირ, ისინი არც ადგილობრივ არჩევნებში არ იყვნენ მარტო და ამიტომ ვიბრძვით ჩვენ ამ ადამიანების ინტერესების დასაცავად ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება. იქნება ეს ქუჩა, აქცია, არჩევნები თუ სხვა, მაგრამ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის გარეშე
სამწუხაროდ ძალიან დიდი სისწრაფით და მე ვიტყოდი ძალიან უჩვეულო, ასე ვთქვათ, ძალით ხდება ქვეყნის აბსოლუტური გაკოტრება, როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს New York Times-ში გამოქვეყნდა უზარმაზარი სტატია საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, სადაც ავტოკრატიული რეჟიმი გამყარდა და არსა და არაფერი კარგი საქართველოზე, არაფერი პოზიტიური იმედისმომცემი აღარ იწერება. ეს არის სწორედ ის რეალობა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა ჩვენს ქვეყანაში და რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ. მადლობა თქვენ სალომე სამადაშვილი საუბრობდა კოალიცია ლელო ძლიერი